მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ფაქტიურად მთელი დღის კადრები მოგიტანეთ. გაჩვენებთ და გიყვებით, რას ვაკეთებდი მთელი დღის განმავლობაში. აქ დაახლოებით 12 საათია, ბავშვები ჯერ არ არიან სკოლაში და მე დავიწყე ნელ-ნელა საქმეების კეთება. აქ ორი გოზინაყი ვიპოვე. ისეთი მაგარი იყო, რომ კარგი ხანს ვფიქრობდი კბილები მერჩივნე თუ ეს გოზინაყი, მაგრამ შემდეგ შევათვე და უკვე ძალიან გემრიელი იყო მართლა. აქ ბუბუ მოტუზულია, რომ ხვდება დალაგებას ვიწყებ. იმალება ხოლმე ძირითადად მაგ დროს, ჭერის ჩამოწმენდის დროს ნატურად ჩამომივარდა. მაგრამ უცბად მოვაგვარა ეგ პრობლემა, შემდეგ დავიწყე უკვე გაწმენდა. სველი სალფეტკებით, უბრალოდ ხელსახოცები სხვათა შორის ძალიან კარგად მივეჩვიე ამასაც, ფეხსაცმელების კარადას შემოვურბინე, ესე მსუბუქად. აქ ეს ლარნაკია თუ რაღაც ვერ მომხვდა თვალში და ჩავასწორე. გადავედი ბავშვების ოთახისკენ, პირველ რიგში ფანჯარას ვაღებ ხოლმე დილით, ყველა ოთახში როცა დალაგებას ვიწყებ და ხო, აქ რა მოხდა, გუშინ დათამ გაისროლა ბურთი, მოვარტყა ჭახს და ჩაქრა. მოკლედ, მივხვდი რომ რაღაც კონტაქტის ამბავი იყო და მე ხო ვიცით, ეხლა აქ ელექტროობაც არ მეშლება ყველაფერთან ერთად. აქ უკვე გამარჯვებული დაუბრუნდი, გადავედი უცებ ლოგინების ალაგების პროცესზე, ლოგინში ფული ეს რაღაცა სათამაშო ფული რა თუნდა და კი არ იცის ახლა დათამ რომ ამ ფულის გადაყრამდე და მიზღნავილამდე აღარაფერია დარჩენილი, იმიტომ რომ ბევრჯერ დავემუქრე, ნუ იცეზე დაყრა თქო. ბოლოს მაინც შემეცოდა და დავუტოვე, მაგრამ აი ამ მომენტში ძალიან ვიცოფებოდი რომ და გადავყარო მეთქი. მივალაგე ლოგინები, გავასწორე. იქ ფანჯარაშიც გავიჭყიდე, რაღაც ძაღლები იყეფებოდნენ სასტიკად და მეთქი ვინმეს რამე ხომ არ უჭეს, აკიდევ მეორე ლოგინშიც ფული. ლოგინების შემდეგ მივადექი ZBT-ნიფთები იყო რაღაც, რაც გარეცხილი იყო შევინახე, რაც გასარეცხი იყო გავაცუნცულე. წამოვყარე სათამაშოები. უნდა გადავარჩიო, ძალიან ხშირად გადავარჩევ ხოლმე, მაგრამ და ძალიან ხშირად ვუყრია ეს წვრილმან რაღაცა ხრონგს ვერ ვიტან. გადავარჩიე კარგად გემრიელად, რა ვიცი, რაც ცოტა ისეთი იყო დავტოვე, რაც არა და ყველაფერი გავისროლე. არ ვიცი რა რეაქცია ექნება და სხვათა შორის ვერც ხვდებიან ხოლმე რომ ვყრი. აზერზე ვერ მოდიან ხოლმე რომ ვუყრი. აქ ეს მაკანატონებს გაჩვენებთ, გიორგი კბილი დაიბლომბა პირველად. 2 ცალითან და ძალიან ვაშკაცურად გაუძლო მაგ პროცესს და მე იქ სტომატოლოგმა აჩუქა. შენახული აქვს საგულდაგულოდ. კარგად ბლომად მომიგროვდა გადასაყრელი ნივთები. შემდეგ მსველი ხელსახოცით დავურბინე ჩამრთველებს, მაგიდას, დიდად დასალაგებელი ნამდვილად არაფერი არ იყო, ან გასაწმენდი დიდად არ იყო. და სხვათა შორის ეს მსველი ხელსახოცები ძალიან მომწონს და მივეჩვიე. თითქმის მორჩი ბავშვების ოთახს, ბევრი არც არაფერი არ იყო, უბრალოდ სათამაშოების ჯავრი მქონდა და ეგ მინდოდა რომ მომეგვარებინა. ეგ ეს მომენტია რომ ფული დავაბრუნე, მაინც შემეცოდა. აღარ გადავუყარე, იმიტომ რომ გადავუყრე, მე მაინც უნდა იტიროს და მაინც უნდა მაყიდინოს და ზედმეტი ხარჯია ხოლმე და შევეშვი. დავაბრუნე თავის ადგილზე. შემდეგ შემოვურბინე ტვერსასწორებით იატაკისაცმენდი არ იყო, გუშინ სადღაც დავულაგე და დიდად არაფერი არ იყო გასაკეთებელი, ეს არის ბუბუჩკას პუფი და ბუბუჩკას სათამაშოები. მე რა ვიცი, მედი ამის გამო არ მიმაბლოკავს YouTube. ხო, იქ შუალედში ბავშვების ოთახში შესვლამდე ისინი უკვე სკოლაში გავუშვი, დათა წავიყვანი, მოვედი და გავაგრძელე ჩემი საქმე. გუშინ ეს ჭაღი ვერ მოვასწარი და მერე უკვე სიმართლე გითხრათ დამეზარა ძალიან. ხო და დღეს მინდოდა რომ გამეწმინდა, ბარემ ესეც მტვერი ედევა ხოლმე ამასაც ძალიან. უცბად მოვამთავრე ეგ საქმეც და გადავედი შემდეგ ადგილზე, აქ უკვე სკამების გაწმენდა მინდოდა. ფეხები გავწმინდე სველი ხელსახოცით, შემოვურბინე ისე საგულდაგულოდ და ნუ სკამები ისევ ჩემი ხელთათმანით, მეორე ხელთათმანით, რომელსაც ავეჯის საწმენდად ვიყენებ ხოლმე. მტვერიც ავიღე, იქ ბუბუშკასაც გავუსუფთავე თავისი თეფშები, თასები. სკამის ფეხები ცოტა შელახულია, მოღრღნილია ზოგიერთი. და აბა გამოიცანით ვინ გააკეთა და ვინ ჩაიდინა, ეგ პატარა რომ იყო. 1 წლის სანამ გახდებოდა, დაახლოებით წლინახევრამდე მაქსიმუმ, აი ესეთი მავნე იყო და აფუჭებდა ძალიან. ძირითადად სკამის ფეხებს ერჩოდა ხოლმე და პლინტუსებს. აი სისხლი გამიშრო, რასაც ქვია. მაგრამ ახლა უკვე თითიქოკუა გაიზარდა და ეგეთ მავნებლობებს აღარ აკეთებს.
აქ უკვე შევწყვიტე საქმის კეთება, იმიტომ რომ ჩემი გასვლის დრო იყო, უბრალოდ დათა სკოლიდან მოსვლის დრო იყო და უნდა დავხვედროდი. მოვედი აქ ჩაიდანშიც მაგ ჩავასხი წამოვადუღე და ძალიან კარგად აცილებს ხოლმე ნადებს იდეალურად. ესე რომ თან მაგას ვაკეთებ, თან პროდუქტები მოვიტანეთ, ანუ მოვედით, ჩანთან დავტოვეთ, გავედით მე პროდუქტებზე. ვახშამიც მოგვემზადები. ვაიმე ეს მთელი TikTok-ი დესერტს რომ მიერთმევს ბერძნული იოგურტით და ორწყობილით. მაგიტომ გამოვიყოლე ეგეთი რომ მაინც უნდა მოვსინჯო, ისეთი მონდომებით მეერთმევენ. არა და ზუსტად ვიცი რომ არ მომეწონება. არ მომეწონება იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ტკბილი და ეგ არ მგონია რომ ტკბილი იყოს. მოვამზადე სხვათა შორის გავაკეთე და რა ვიცი ხვალ გეტყვით. კარგი იქნება თუ არა. თუმცა დიდად არაფერს ველოდები მაგისგან. ხო, აქ უკვე აი ეს განათება ნერვებს მიშლის წებოვნება ცოტა მოუსუსტდა და ჩამოიწია და კადრში შევამჩნია სხვათა შორის. ისე არ მომხვედრია თვალში და ლაგების დროს არ ისე ზოგადად. და კადრში შევამჩნია რომ არ მომწონდა, ამიტომ ეგეც ცოტა შევაკეთე. პროდუქტებსაც მიუჩინე თავისი ადგილი, რა ვიცი, რაც მივალაგე, რაც გადასაყრელი იყო, გადავყარე, რაც ჩასაყრელი იყო, ჩავყარე. აქ თან საჭმელს ვამზადებდი და აღმოვაჩინე რომ ტომატი არ მქონდა, ამიტომ შავირბინე და ისიც ამოვიტანი, არ ვიცი, მართლა ძალიან დაღლილი ვარ ახლა და ძალიან დაღლილი ვადებ ხმას, იმედია რომ მოგეწონებათ, ჩაუჯექით, უყურეთ. მე აქ დაგიმშვიდობებით, ხვალამდე.